ვატო გელაშვილი გახლავთ და მე მინდა ვთქვა რომ ასევე სახალხო მოძრაობა შეაჩერა კორუფციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ასევე გიორგი ბაჯელიძე ჩვენი წინა გადაცემის სტუმარიც გახლდათ თუმცა ასე ვთქვათ წამოიწია რაღაც გარკვეულმა საკითხებმა და ამიტომ შეკითხვებიც გვიჩნდება კვლავ თქვენთან მოგესალმებით ბატონო ვატო მადლობა რომ დღეს გვეწევით მადლობა მოწვევისთვის კეთილი, რადგან მე დასაწყისშივე ვახსენე რომ თქვენი ასევე ერთ-ერთი კოლეგა თუ როგორ თქვა თუ ასე შემდეგ თანამებრძოლი და ასე შემდგომ სამომავლოდ ხართ ერთ საქმეში გიორგი ბაჯელიძემ წინა გადაცემის დროს სხვადასხვა სახის ფაქტები და კომპრომატები დადო სხვადასხვა უწყებების მისამართით და შესაბამისად გუშინ ყოველ შემთხვევაში სასჯელ აღსრულების სამინისტროს მიმართულებით გარკვეული ბრალდებებიც გაისმა ტენდერთან დაკავშირებით საუბრობთ მე კონკრეტულად მინდა გავამახვილო ყურადღება და კახი-კახიშვილი დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს გიორგი ბაჯელიძეს და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც კი გეგმავთ. დიახ. რაში მდგომარეობს საქმე რეალურად რა ტენდერზე გვაქვს საუბარი რატომ უარყოფს სასჯელ აღსრულების მინისტრი კახი-კახიშვილი ბრალდებას, რომელსაც გიორგი ბაჯელიძე ასე ღიად გველაპარაკება და საუბრობს, მით უმეტეს თუნდაც ფაქტები მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ წინა გადაცემის დროს ჩვენთან მას ჰქონდა მოტანილი, მოყვანილი და საუბრობდა სრულიად გამჭვირვალედ. რა ხდება რეალურად ვატო იქნება გვახსენო და მე მაყურებელს დასაწყისში მოვახსენებ დღეს თქვენ პირველ საათზე თქვენს ოფისში, ანუ 13 საათზე ბრიფინგი გაქვთ ჩანიშნული, სადაც გადაწყვეტილი კარა და თქვენი მიზანი და გეგმა გახლავთ რომ მინისტრს კახი-კახიშვილს გასცეთ გარკვეული პასუხი. რა უნდა იყოს? ალბათ მოვლენებს არ გაუსწრებთ, მაგრამ ასე თუ ისე ჩვენს გეგმის სახით მოგვახსენებთ რა ხდება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და არც დეტალებში არ შევვალე, იმიტომ რომ ამ დარგის სპეციალისტი თუმცა ისე მაინც გვიპასუხეთ რომ რაღაც მაინც გავიგოთ. მარტო ამაზე არ გიპასუხებთ, არა მარტო კახიშვილის უწყებაშია მსგავსი სიტუაცია. რა მსგავსი? აი დეტალურად გითხარით ტენდერების. აი არის ის შინაურებზე უტენდეროთ მიყიდვა ან რაღაცა იმაში ჩართვა, აი იგივე ციხეებთან დაკავშირებით პური, იქ სხვა უწყებებთან დაკავშირებით სხვა რაღაცები, დასაცმელები, იარაღები, აი ავიღოთ თუნდაც გზები, აი ამ მიმართულებით არის სულ ტენდერის გარეშე მიცემული აი ეს კონტრაქტები დადებული, სადაც არ ეძლევა მეორე მხარეს ვაჭრობის საშუალება, ანუ ახსნი გასაგებ ენაზე. აი რამოდენიმე ხნის უკან ამოვიღეთ ესეთი ტენდერი, რომელიც პირდაპირ შესყიდვის გზით მიანიჭეს ერთ-ერთ კომპანიას. და ფასი დევს 8 მილიონი. ეს არის გზისაფარი ნაწილი, ეს არის შიგნით მილების გამოცვლა და სხვადასხვა კომუნიკაციები, გაყვანილობების გაყვანა. 8 მილიონი ლარი. ამის შემდეგ ჩვენ ყველა დოკუმენტაცია რა სამუშაოები უნდა შესრულდეს აქ დევს. მიცემული არის ძალიან საეჭვო, არ მინდა ხა შეპესე დავასახელო და ის ადამიანები, რომლებიც მე რო შევდივართ ხმად კვლევაში აღმოჩნდებიან ან ქართული ოცნების დაფინანსებლები, ან ვიღაცის ახლობლები, ან საერთოდ საზღვარგარეთ არსებული ფირმები. ეხლა რატომ უნდა მიკეთოს მე საზღვარგარეთ რაღაცა დაარსებულმა შეპესე ვიღაცა მან რა ქვია ივან გროზნიმ საქართველოში ისა რა ქვია გზაან კომუნიკაციები როცა მით უმეტეს ამისა რომ გამოცდილება არაფერი არ აქვს და ჩვენ არა დაილია საგზაოები 1000-ზე მეტი საგზაო არსებობს. ეხლა ამ კონკრეტულ მაგალითზე გეტყვით როგორ ხდება. ჩვენ ავიღეთ აი ეს სატენდერო ხელშეკრულებები რაც დევს შიგნით და აი გადაუგზავნე რამოდენიმე ჩემს ახლობელს ან ახლობლის ახლობელ მეგზევეს რომლებიც გზებს აგებენ საქართველოში. ყველაზე ისეთი ვინც მეგულებოდა რომ დიდ ფასი თქო და 5 მილიონი თქვა იმან და იმაზე უფრო იაფი ფასი მითხრა სხვა. ანუ რა გამოდის 8 მილიონი მიცეს ვიღაცას უთხრეს რომ აი ეს სამუშაოები უნდა გააკეთო, რომელიც ჯდება რეალურად 4 მილიონი, დიდი 5 მილიონი. 3 მილიონი სად მიდის? არავინ არ იცის. იქ რამოდენიმე შეპესე იყო კიდე ზღვის სამაგრის სამუშაოებიო, ქვები ჩაყარეს ზღვაში. მიდი ახლა და ითვალე შენი ქვა რამდენი ჩაყარეს. ერთხელ მიცეს 4 მილიონი, მეორეჯერ მიცეს 8 მილიონი, ერთი და იგივე მონაკვეთზე ვიძახი. მესამეჯერ მიცეს კიდე 8 მილიონი თუ რაღაცა 12 მილიონამდე ავიდა. 2 კილომეტრიანი მონაკვეთში ჩაყარეს 12 მილიონის ქვა, რომელიც არ მუშაობს. არაფერი არ გაკეთებულა იქ. ეხლა რა ექსპერტიც არ უნდა მიიყონო იქ იმ ქვებს ვინ დათვალეს ახლა ზღვაში ქვავის დაუთვლია რომ ჩვენმა ექსპერტებმა დათვალეს. აი ესეთი ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. მაგალითად ჯეჯელავაზე დავდეთ ინფორმაცია. ჯეჯელავა სანამ გადმოვიდოდა
მინისტრად მანამდე განათლების რაღაცა ის ქონდა. როგორც გადმოვიდა მინისტრად 1.5 მილიონი ჩაურიცხა ამ იმას ორგანიზაციას, სადაც თავის ცოლი არის დირექტორი. რატო სხვა არ არსებობს? არა, ჩეს ეს ეჭვებსო თავის ახლობლებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, გახვალთ რაიმე ფონდს, მე რატომ გულისხმობ ფაქტობრივად თქვენ აქტიურ ბრძოლაში, აქტიურ ფაზაში ხართ შესული და უკვე ასე ღიად ვლაპარაკობთ. მე ვიცი გიორგი ბაჯელიძეს 2 წლის განმავლობაში ჰქონდა ხო სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა ახლა კონკრეტულად თქვენ, ქეთი ენუქიძე და ბატონი გიორგი ბაჯელიძე ერთობლივად შექმნით ეს ახალ მოძრაობა შეაჩერა კორუფცია და აქედან გამომდინარე ის ფაქტები, რომელიც თქვენ გაქვთ უკვე გადაწყვეტეთ რომ იყოს საჯარო. ტენდერების მიმართულებით 2 წლის განმავლობაში აგროვებდა ბატონი გიორგი ბაჯელიძე. მე და ბატონი გიორგი ბაჯელიძე ვიცნობთ ერთმანეთს, ვართ Facebook მეგობრები. მანამდე რამოდენიმე ადგილას შეხვედრი ვართ და იცის მან, მეც ვიცი მის შესახებ რაღაც გარკვეული ისტორია, ზუსტად ვიცი რომ არანაირი კავშირი არა აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან ისევე როგორც მე და ვერც მექნება, იმიტომ რომ ნაციონალების დროს მახსოვს ის ბნელი წარსული და საკუთარ თავზე ვიწნიე და მინდა უთხრა აქ კახიშვილს და იმ ადამიანებს, ვინც აი ამ ნაციონალურ მოძრაობასთან რაღაცა კავშირს გვაბრალებს, მოკლედ მინდა თქვა, არავინ არ გვაფინანსებს. რუსთავი ორმა რადგან გააშუქა ეს სიუჟეტი, ეხა მოგვაწეფეს რომ ნაციონალური მოძრაობა ხართო. თქვენც იყავით, ობიექტივიც იყო და სხვა ტელევიზიებიც დავპატიჟეთ და ზოგი მოვიდა, ზოგი არ მოვიდა. ეხა რუსთავი ორი რადგან მოვიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუმცა ჩემთვის საზოგადოებას სიმართლეს ვინ გააცნობს, ეხა ნაკლებად ის არის, იმიტომ რომ თვითონ რუსთავი ორიდან ჩამოდიან და ერთი სული აქვს, როდის მოხდებიან და როდის გააკეთებენ კომენტარებს, მაგრამ არ არის ეს ჩემთვის ის რომ აი რაღაცა ესე ხო მნიშვნელოვანი. მიუხედავად მით უმეტეს ამისა კიდევ ერთხელ ვიძახი. ნაციონალური მოძრაობის დროს ჩემმა ოჯახმა საკუთარ თავზე ვიწვდიეთ ის 9 წლიანი უბედურება და აი ამ უბედურების რომელიც ძალადობრივი უბედურება, იმიტომ რომ ორივე ძმები ვიყავით დაჭერილი ციხეში და ეხლაც აი ამ რეჟიმის გამო საკუთარი დედა ფიზიკურად შეუძლოთ იმყოფება, იმიტომ რომ მაშინ ნერვიულობა შეხვდა რაღაცა და არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს იყო ზუსტად მიზეზი აი იმ უბედურების კორუფცია. ის მათ არ ქონდათ ჩემი ინტერესი და არც ერთი ადამიანის ინტერესი, რომ პირადად გასწორდნენ. მათ ქონდათ ფულის ინტერესი და ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა ამ ფულის არ გადახდაში, მის მიმართ იყვნენ აგრესიულები. არ მინდა რომ იგივე გამეორდეს ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სტრუქტურაში ძალიან ბევრ სამინისტროში, პარლამენტშიც კი ზიან ნაციონალური მოძრაობის ის წევრები, რომლებიც მაშინ ძალადობდნენ და ნუ იშვერთ ხელს ჩვენი ორგანიზაციის მისამართით, რომ ვითომ ვინმე გვაფინანსებს, არც დასაფინანსებელი არ არის არაფერი. იმიტომ რომ უხელფასოდ მუშაობთ უყოლა, ერთადერთი ვიხდით კომუნალურს, სახში იხდით უყოლა, ინტერნეტის ფულსაც ვიხდით და ოფისის ფართის გადასახადს, რომელსაც როგორღაც 3 ადამიანი მოახერხებთ მეგობრების დახმარებით, ოჯახის წევრების დახმარებითაც და სხვა ადამიანი თუ ვინმე სურვილი ექნება კიდე არ დაფინანსებაზე არ ვიტყვით უარს, იმიტომ რომ სანამ ამ ორგანიზაციას შექმნდი, როგორც მოგეხსენებათ, მე გახდით თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი აქტიური წევრი, ვიზიარებდი მაშინ თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკას, იმ ღირებულებებს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ უკვე შესაძლოა ახლა ამ კითხვას არ უნდა ვსვამდე, მაგრამ თქვენ პოლიტიკურ სპექტრს ფაქტობრივად გამოიყავით, თუმცა ჩვენ გვექნება პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი და მიმოიხილვა, რადგან თქვენ ყოველთვის საინტერესოდ აკეთებთ ხოლმე აქცენტს ამა თუ იმ საკითხზე. ანუ თქვენ თავისუფალი დემოკრატების წევრი იყავით და შემდგომ ახლა ხართ, ანუ ამოწურეთ ხო ფაქტობრივად თქვენი მისია? მე დაახლოებით 9 წელიწადია უკვე თავისუფალი დემოკრატების გამოვიყავ, იმიტომ რომ თავისუფალ დემოკრატებში ხა ისეთი ჩემ მას შეხედულებას ანუ თქვენს ადგილს უკვე ვეღარ ხედავდით და შესაძლოა ჩემ ადგილს ვერ ხედავ კი არა ძალიან არ მინდა ხა ვილაპარაკო თავისუფალ დემოკრატიაზე. ნუ არ არის იგივებულების მატარებელი რაც იყო ადრე და არც რამის შემცვლელი არ არის აი ბრძოლის უნარიანობაც ვერ დავინახე. სხვათა შორის სანამ ამ ორგანიზაციას გავხსნდი, გადაწყვეტილი მქონდა რომ ქვეყნიდან წავსულიყავი. მე დამყავს ემიგრაციაში, იტალიაში
და უკვე საუბარი ქონდა ეგ საბუთებზე რაღაც მინდოდა წასულიყავ, იმიტომ რომ მე მოვდივარ თავისუფალ დემოკრატიაში მოვედი ბიზნესიდან და ბიზნესიდან მყავდი ნაციონალებს დაჭერილი. ეხლა დღეს ოიძახიან ბიზნესო არ ვატერორებთ, დასატერორებელი არაფერი არ არის და ვინ უნდა დაატერორო. ვერ ძალიან ბევრი კომპანია, ძალიან ბევრი ადამიანი ჩივის რომ ბიზნეს ვერ იწყებს საქართველოში. მეც ვარ ერთ-ერთი ესეთი ადამიანი, რომელსაც მაქვს ის რაღაც ბიზნეს თავისი გამოცდილებაც მაქვს ისეთ, რამოდენიმეჯერ დავაპირე, ჩავერთვე აქტიურ ბიზნესში, იგივე გზების დაგებაში, იგივე სამშენებლო რაღაცებში, მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაციაა რა. ყოველ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ხელისუფლების დროს ღიად ამბობდნენ, რომ თუ შენ ბიზნესის წამოწყება გსურს, ჩათვალე რომ ფრონტზე გადიხარ, აქედან გამომდინარე ძალიან გაგიჭირდება, რომ შენ რაღაც სარგებელი გამონახო შენი მოძიებული. ფრონტზე ვიყავი, მე და ეხლა შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ეხლა ხუნციშვილივით არ დავიწყებ და თავის ხნევას და ბუჯა ლაპარაკს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მით უმეტეს აი ბიზნეს წრეები მაშინ სააკაშვილის დროს რო კრებოდნენ ბიზნეს ორბიტაზე, მე ეს ყველანი ვნახე იმაში მერვე საპრობილეში და დღეს რო ხვდებიან ეს ადამიანები ზოგი რა ვიცი ახლა რა მაიძულა ამის ლაპარაკი, მაგრამ რამოდენიმე ხნის უკან სვანეთში ვნახე ერთი ადამიანი, რომელიც სამჯერ ყავდა სააკაშვილს დაჭერილი. პირველად რო დამიჭირესო, რო გამოვედიო, გადავიხადეო ფულიო, მეორეჯერაც რო დამიჭირესო, მომეცა იმის საშუალება რომ მე მუშავა და კიდე გადავიხადეო და მესამეჯერ რო გამოვედიო თავის რა ქვია, ქართული ოცნების დროსო და დღეს ტაქსისტად მუშაობო. ის არ იყო კარგი. რა თქმა უნდა არ იყო კარგი, იმიტომ რომ ძალადობრივ ხელისუფლებად გადაიქცა, მაგრამ არც ეს არ არის კარგი. აი თქვენ მედია კავშირ ობიექტის მე ძალიან ვადევნებ ეს თვალყურს და რადიოც მაქვს მანქანაში ჩართული, იმიტომ რომ სულ მაინტერესებს საზოგადოება რას ფიქრობს, იმიტომ რომ გარკვეულ ტელევიზიაში ზოგან მიკერძოებულია და აქ მოდის ალალი ხალხი, ვინც ფიქრობს სახელმწიფოებრივად და ვისაც თავის მოსაზრება აქვს. რამდენი სიუჟეტი გაქვთ უკვე გაკეთებული გაჭირვებულ ადამიანებზე, რომლებსაც ეხმარებით? უამრავი, ამასთან დაკავშირებით სპეციალურად რატომ არიან ეს ადამიანები გაჭირვებულები? გინდათ გითხრათ, იმიტომ რომ ესენი ვერ ძღებიან. ამათ აქვთ მანქანები უფასოდ, ამათ აქვთ ბენზინი უფასოდ, ამათ აქვთ ყველა მივლინებები უფასოდ. ხელისუფლებაში ვიზიან. ესენი ასაქმებენ თავის ცოლებს, ესენი ასაქმებენ თავის შვილებს. თავის ნათესავს და კიდე ფულს კვარავენ. რატო ხდება სოციალურად დაუცველი ამდენი? იმიტომ რომ კონკრეტულად ვიღაცას რო ეკუთვნის 5 ლარი, მიაქვს 20 ლარი და თვითონ ხო არ მოაკლებენ ამ ყველაფერს. აკლდება იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ამ ქვეყანაში დაბადებულები, გაზრდილები, მაგრამ ვერ არიან ახლა ხელისუფლებაში, რადგან გაჭირვების დონე ქვეყანაში ისეთია, მე ძალიან ბევრი სურათი მაქვს გადაღებული, ძალიან ბევრი ვიდეო ნაგავში იქექება ხალხი და თამოყარე ხელისუფლება მე კი არ უნდა პასუხობდეს, რომ კორუფცია არ არისო, ჩემ ორგანოშიო, თავის კორუმპირებულებს დიონ იქა და ეს ყველაფერი საბუთები საჯარო რეესში. თუ ეს რასაც ჩვენ ვიძახით და რასაც გიორგი ბაჯელიძე ამბობს, ტყუილია, მაშინ მოთხოვონ წულუკიას პასუხი, რატოდებს ამ ინფორმაციას ამ საჯარო რეესში. ან სხვას მოთხოვონ პასუხი, შესყიდვას მოთხოვონ პასუხი, რატო აკეთებენ ესეთ რაღაცას. გუშინ საჩივარი შევიტანეთ, ეხლა არ მინდოდა წინასწარ მეთქვა, მაგრამ საჩივარი შევიტანეთ, ერთ-ერთი ტენდერი გვინდა რომ შევაჩეროთ, დელტა ყიდულობს 3 მილიონის აპარატურას იმაზე, რა ქვია, რუბლის გასაშლელ იმას ბომბებს. ანუ ხელოვნური რაკეტებს 5000 წელს. საერთოდ უნდა ღრუბელი რო გააქრონ დედამიწიდან თუ რა 5000 თან მით უმეტეს რომ აქვს რაღაცა 53 მილიონს აძლევენ რაში კაცო უამრავი დასახმარებელი ადამიანი რო აქვს ქვეყანაში. ჩვენ ვიცით 5 მილიონზეც იყო ლაპარაკი, როდესაც აეროსმიტი ჩამოიყვანეს საქართველოში მაგალითად და ჩამოყვანაზე ეხა მელუაძეც ამბები ხდება. რამოდენიმე ხნის უკან ყაზახეთში იყო კახი კალაძე. ყაზახეთში იყო და ბანერში გადაიხადეს 750,000 დოლარი, რომელიღაცა კომპანიას უცხოეთში გადაუხადეს 750,000 დოლარი. მე ისანში, ისნის რაიონში ვიცნობ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ისეთ ადამიანებს, რომელიც ომის ვეტერანებს, რომელიც ომში იბრძოდნენ, სიცოცხლე შეწირეს და დღეს აი როგორ უნდა თქვა ქრისტიანმა ადამიანმა
ნეტა არ ჩამოსულიყავთო ცოცხალიო მუყაოს სახლებში ცხოვრობენ რომელსაც 100,000 ლარიც კი ეყოფა რომ ცალმე შეასახლო და ესენი სამწუხარო ბატონო ვადო იმიტომ რომ როდესაც ანამ ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა სწორედ აი ამგვარი სახის დარღვევების ამახვილებდა ყურადღებას და ეს საჯარო და ღიად ლაპარაკობდა როგორც მედია კავშირი ობიექტივის ღია ეთერიდან თუმცა ახლა აბსოლუტურად შეიცვალა სურათი აბსოლუტურად დაიხურა ეს ნაციონალების დროს აი ეს კანონი თავის თავზე საიდანაც აი ხურელია ჩვეულებრივი ხურელი მეცაც გეტყვით იმას რა ქვია ან გავასაჯაროთ თუ კიდე გამოვიდა ვანო მერაბიშვილს საკუთარ მინისტრი იყო მაშინა ეს კორუფცია დაწყებული ამათმა ეხა კონსტიტუციას გადაკეთება რო უნდათ ადექი და ეს გადააკეთე საიდანაც ფულს იპარავ კაცო ვანო მერაბიშვილს გახსნილი ქონდა შეფერზე და ტენდერებში იღებდა მონაწილეობას ეხა წარმოგიდგენია თუ ვიღაცა ვინმეს დედამიწის ზურგზე ვანო მერაბიშვილს ტენდერი წაიღო ხო ჯიშიან ჯილაგიანად ამოთხრიდან ვინც კი გაბედავდა იმ ტენდერში მონაწილეობას ეს ეხლა ამათ ესეთი პოზა აქვს ჩვენ უნიათოები ვარდო შტერები ვარდო ჩვენ ფულს როგორ მოვიპარბო შტერი თუ ხარ შენი ცოლისთვის $12,000 სვაროსკისთულებიან Range Rover-ის ფარს საიდან ყიდულობ რა ქვია ერთთვის მოთრეული ხარ ხელისუფლებაში სამწუხაროა ნამდვილად გეთანხმებით რაღაც გარკვეულ საკითხში ის რომ არის უსამართლობა იმ მიმართულებით რომ არის ბევრი ადამიანი სოციალურად დაუცველი იქნება თუ არ იქნება სოციალურად დაუცველი მაგრამ საკმაოდ დაბალ ფენას რომ წარმოადგენს მას რა თქმა უნდა არსოს ეს პირობა მაგრამ ხელისუფლება ყოველ შემთხვევაში სხვა გასახანს არ აძლევს საზოგადოებას რომ რაღაც მხრივ ამოისუნთქოს კარგი კორუფცია იყო ჩვენი ქვეყნის პირველი უბედურება 30 წელიწადია მე 37 წლის ახალგაზრდა ვარ 37 წუთი არ უზრუნია ჩემ ქვეყანას ჩემთვის იმიტომ რომ კორუფციაში ქონდა ყველა ხელისუფალს გასული ხელი ისა რა ქვია შევარნაძის დროს სააკაშვილის დროს და ეხლაც თუ არ გამოსწორდა ის კორუფციული ხვრელები რომლებიცაც ესენი ფულს პარავენ ხო ვერასდროს ვერ შევდგებით როგორც ქვეყანა ვერც ევროპული ვერც განვითარებული ვერც ცივილიზებული ვერანაირი ქვეყანა ვერ შევდგებით იმიტომ რომ არ გვექნება განათლება ეხლა მშიერი ადამიანის აზროვნება თქვენ წარმოგიდგენიათ დაახლოებით მშიერი გელის აზროვნებას გავს ხო სხვანაირად ვერც იქნება აი თუთაშხიაშია კარგად მშიერი გელიო მაგრამ იმასაც ფიქრობსო კი მიდის ეს ხალხი იციან რაც უნდა მოთხოვო მაგრამ ეშინია ჩემო კარგო ეხლა მე რო გავბედე ქეთიმ რო გაბედა გიორგიმ გაბედა სხვათა შორის ძალიან ბევრი ქართული ოცნების წევრებიც კი გვიკავშირდებიან რომლებმაც იციან რომ თავიანთი რაიონის გამგებლები და მაჟორიტარები ისა რა ქვია კორუფციაში არიან ჩაბმულები და რაღაცა მასალები უნდა და მათაც კი ცხენიათ ხვალე არჩევნებია ხალხი რატო ის ცხენიათ თქვა რომ გამოვიდნენ და ღიად განაცხადოთ თქვა ვინ არის ან ეს ადამიანები და ვის ვიზიტად რომ ეხლა რო გასაგებია ბატონო კეთილი მოდი კონსტიტუცია ახსენეთ თქვენ და ამიტომ ორი სიტყვით შევეხოთ ამ საკითხს რომელიც საკმაოდ კერდა მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის მომავალი კონსტიტუცია თუ რა ცვლილებები იქნება იქ შეტანილი და რის მიხედვით იხმძღვანელებს მომავალში საზოგადოება როგორც ვენეციის კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა განაცხადა საქართველოს მთავრობამ გვაცნობა რომ მზადაა წავიდეს ერთ დათმობაზე კონსტიტუციის პროექტის რეფორმის პროცესში თუმცა ის ასევე ამბობს რომ არ გაასაჯაროებს თუ რა ერთ კონკრეტულ საკითხზე საუბარი რადგან არ სურთ გარკვეულწილად ამ პროცესში რომ ჩაერთონ თუმცა როგორც იგი აღნიშნავს საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე კონსენსუსის მიღწევის საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ვენეციის კომისიის მითითებებს მისცემს ქართულ ოცნებას. რა სიტყვით თქვენ როგორია თქვენი დამოკიდებულება მაშინ როდესაც ვენეციის კომისიის მდივანი გვეუბნება რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს ვენეციის კომისია მისცემს მითითებას. რას ნიშნავს ეს ყოველივე? ვიცით რომ ოპოზიციური ნაწილი უკვე აბსოლუტურად გამოიყო ამ პროცესს რადგან მათ არ მოიწმინეს არც ერთი ოპოზიციური მხარის მოსაზრება გარკვეულ შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით. რატომ ვიყრდნობთ ჩვენ ვენეციის კომისიას? კვირიკაშვილიც საუბრობდა გარკვეულ კონსენსუსთან დაკავშირებით. კვირიკაშვილი სხვა რაღაცებსაც საუბრობდა.
და სხვა დაპირებებსაც იძლეოდა. ეხლა წეგარ მოგახსენეთ რომ გარკვეულწილად გამოვეყავი ამ პოლიტიკურ იმას და საერთოდ არ მინდა შევიდე ამ პოლიტიკურ რაღაცა ცხოვრებაში წრილში, თუმცა ვერსად ვერ გაიქცევით გამერჯმუნეთ. ჩვეულებრივი რუსული ის მინდა ვიხმო ბარდაგია, რასაც ეხა უნდათ რომ მოიგონ საკუთარ თავზე ეს კონსტიტუცია, მე რა რომ ის შენიშვნას მიწევს და ესე რა გაითვალისწინებენ, რამე საკუთარი ხალხის ტკივილი არ გაუთვალისწინებიან და საკუთარი ხალხის ყოფას არ ითვალისწინებენ და ურცხვად ჯიბეებში ხელს გვიყოფენ. რა შეცვლის ის კონსტიტუცია, რა უნდა თვითონ გაგვაგებიოთ პირდაპირ გითხრა რომ არაფორმალურ მართვას მინდა მოვარგოთ, ან ჩვენ უკვე გავძეხით, ჩვენ უკვე გავდიდრდით, თქვენ საზოგადოება რომ ვერღარ ჩამოგსვათ ამ სკამებიდან, ამიტომ ვწვით ამ კონსტიტუციას, რომ გავიმაგროთ პოზიციები და დავამყაროთ ქვეყანაში დიქტატურა, როგორც კორეაშია და ჩვენ უნდა გმართოთ აცი და ჩვენ რასაც გეტყვით, ის უნდა აკეთოთ. აი პირდაპირ გითხრა, რაც უნდა რატო ხარჯავენ ამ კონსტიტუციის იმას აკეთიკით სიახლოვე ამდენ ფულს ვერ გავიგე. საზოგადოება ეხლა ისა რა ქვია, სააკაშვილის დროს რო შეიცვალა ეს კონსტიტუცია, მაშინ გავიგეთ რომ კონსტიტუცია ქონდა, ეხლაც გავიგეთ რომ კონსტიტუცია 90% შიგნით რა წელი არ იცის. არც მე არ ვიცი, რაც მაინტერესებს ის ვიცი, მაგრამ ეხლა კონკრეტულად ისეთი რაღაც დეტალებში ვერ ჩავდივარ, იმიტომ იურიდიული განათლება არა მაქვს. მე მაქვს ისა რა ქვია, გაბრაზების განათლება მაქვს, რომელიც მაბრაზებენ სერიოზულად, იმიტომ რომ აღარ შეიძლება სერიოზულად ქონდა გადაწყვეტილი ქვეყნიდან წასვლა რა. და არც გამოვიხედებოდი. აქეთ აი ამ მოძრაობა, აი ეს გიორგის რაც ხონდა ამ 2 წლის განმავლობაში ნაგროვები, უბრალოდ წარმოუდგენელია ენით, იქ რასაც უყურებ გული გამისკდა. ამდენი არ მინერულია თავისუფალ დემოკრატებში რომ ვიყავი, არც მაშინ არ გვაკლდა ტალახისრულად, მაგრამ ეხლა ძალიან არის და ბატონო ხელისუფლება ეხლა დავიჯერო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები არ არიან ხელისუფლებაში რომ აღმოფხვრთ კაცო ნაციონალების კონსტიტუცია თუ არ მოგწონთ, ეს მოგწონთ, საიდანაც ნაციონალები ფულს იპარავდნენ, ეს ხო კარგად მოგწონთ და აგძელებთ იმ ბოდიში და იმ მილზე ზიხარ, საიდანაც ფული მოდის და წოვ აღარ შეგვიძლია, აღარა გვაქვს, აღარც ახალგაზრდობა გვყავს, აღარც მომავალი გვაქვს, აღარც განათლება გვაქვს, აღარც არაფერი, რით ვერ გაძეხით, რა არის ამ ჯიპებში ამისთან, ან რატო გონიათ რომ ჯიპში რო ზიხარ, მაშინ ხარ კაი ბიჭი, ჩამოდი და დადექი ეგერ გვერდზე. წეგან რაიონებზე ვლაპარაკობდი. ეხა ისა რა ქვია, ადგილობრივი არჩევნები იწყება. თვითმმართველობის არჩევნები ახორითად წლის, თუმცა ვატო უკაცრავად უნდა შეგაწყვეტინო აუცილებლად მაყურებელმა გამოიჩინა ინიციატივა, სურს რომ ისაუბროთ ჩვენთან პირდაპირ ეთერში. ამიტომ მოგესალმებით ილამშვიდობისა და თქვენ შეგიძლიათ უკვე ბრძანოთ. გამარჯობა შორენა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუმარს. მინდა მივმართო ამ ახალგაზრდას, მე არ ვიცი გულში რა უდეს, ან რა უდევთ, მაგრამ აი კახიშვილთან დაკავშირებით მინდა მაინც მე თქვა რომ აი ბატონ გიორგი ბაჯელიძესაც შეეძლო ჯერ პირადად მისულიყო ეკითხა ბატონი კახიშვილისთვის და დარწმუნებული ვარ კომპეტენტურ და ამომწურავ პასუხს გასცემდა. ძალიან არ მესიამოვნა ამ ამბებში რო გარიეს ასე ვთქვა და ძალიან დიდი ეჭვის თვალით უყურებ ამას ყველაფერს მე სიმართლე რო გითხრათ. ხო და რაც შეეხება კიდე თავისუფალ დემოკრატებს სიმართლე რო გითხრათ ქვეყნის დიდი სიყვარული პატრიოტიზმის არასოდეს გამოირჩეოდნენ და რა ხდება. დანარჩენი უფალმა უწყოდეს კიდე. მადლობთ. გასაგებია ძალიან დიდი მადლობა. ხალბატონს გულის ტკივა იმაზე რომ ფაქტობრივად კახიშვილთან დაკავშირებით არ გააჟღერებულა არანაირი უარყოფითი მისაზრებები. ამ დროისგან მას შემდეგ რაც კახიშვილი გულთხოვნის საშუალების მინისტრია. ეხლა ჯერ ერთი გიორგი ბაჯელიძე გასცემს მას პასუხს. იქით არის ბატონი კახი ამბობს რომ ეს არის სრული დეზინფორმაცია, თქვენ ამბობთ რომ ეს არ არის დეზინფორმაცია და ამიტომ დღეს ვცდილობთ რომ გასცეთ პასუხი პირველ საათზე თქვენს ოფისში, ხო? არა ერთი წერილები გვაქვს ორგანოებში გაგზავნილი, რომელზეც პასუხები არ მიგია. მათ შორის პროკურატურაშიც კი რამოდენიმე უწყებაში, სადაც აი ეს კორუფცია ხდება. ეხლა რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს, არასოდეს ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი არ გადაგვიდგია თავისუფალ დემოკრატებს და თუ ვინმეს რაღაცა უფრო მეტად გიყვართ, ან უფრო ნაკლებად გიყვართ, ამ ქვეყანა ამის საზომი არ არსებობს და ძალიან ვთხოვთ, ვიქნებით აი ესე ქართველები ერთმანეთის მიმართ კრიტიკულად დამოკიდებული. ხა რა სიყვარული უნდა მქონოდა, ხა ისა რა ქვია, ბეჯზე არწივი უნდა მეხატოს თუ საქართველოს დროშა და ესე უნდა დავდიოდე ჩოხა ახალუხით
ვაკეთებდით იმ საქმეს ბიძინა ივანიშვილთან ერთად რო ხელისუფლებაში მოდიოდით და წინა რეჟიმის დამარცხებას მონაწილეობა მივიღეთ, მაშინ ხო ვიყავით კაი ბიჭები და მაშინ ხო გვაქებდით და ტაშ გვიკრავდით და ნახევარი ქართული ოცნება კიდე თავისუფალი დემოკრატების იმით ჭკვიანი ხალხითაა სავსე, თუ ვინმე ჭკვიანია მაგ ქართულ ოცნებაში. ასე რომ არ გვინდა ესეთი რაღაცები. კარგი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობდით, უпростоრად ვიწყებდით საუბარს 2017 წელს მოგვეხსენება როგორც პრეზიდენტი გვეუბნება ოქტომბრის მესამე კვირას, ანუ ესე 22-23 რიცხვისთვის, თუმცა კონკრეტულად ჯერ როგორც ვიცით არ ვიცით. როგორია თქვენი მოლოდინი? რას ელოდებით ამ არჩევნებისგან? როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანად შეიძლება რომ წაიმართოს, რადგან ასე თუ ისე უკვე გარკვეულწილად მიმდინარეობს, ხომ მზადება მერობის კანდიდატები, ასე თუ ისე ვიცით, თუმცა ჯერ სრულყოფილად წარმოდგენილი არ არის ამა თუ იმ პარტიებიდან. როგორ შეაფასებთ ყოველ შემთხვევაში დღეს ალეკო ელისაშვილი საზოგადოებას გარკვეულწილად ესაუბრება იმ საკითხზე, თუ რას აპირებს, აგერ როგორც არის აღნიშნული არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმის შესახებ, იგი ყოფილ ამომწურავ ინფორმაციას გაავრცელებს. რა სიტყვით თქვენ საღამოს აქვს ჩანიშნული ეს ყოველივე მას 109 საათისთვის როგორც ვიცი. ძალიან კარგია რომ ალეკო ელისაშვილი ცდილობს მონაწილეობას. იმიტომ რომ αλეკო ელისაშვილი არის თბილისში ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატი არის ალეკო. რა თქმა უნდა, დღეს ახლა პოლიტიკური პარტიის წევრობა მანდამაც დიდი დასაკვეხნი ვერაფერი ვერა, მით უმეტეს იმ პოლიტიკურ პარტიას თუ გავითვალისწინებთ, რაც მივიღეთ. მე უფრო მოლოდინი რომ ოპოზიციური პარტია გაიმარჯვებს არა მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკურ ფლანგზე შემოვიდა ახალი ევროპული საქართველოს თუ რაღაც ეს ძველი ნაციონალები რო არიან, უგულავა, სხვადასხვა ერთ-ერთი კორუმპირებული ჩინოვნიკი იყო სააკაშვილის დროს და ძალიან ბევრი მასალა არსებობს მის შესახებ და მაგაზეც დავდებთ. არა მარტო მასზე, ეს აკაკი რო ყავს კიდე ბობოხიძე, ყველა ტენდენსია ქუთაისში მონაწილეობა მიზმას მიღებული ერთ-ერთი მილიონერია იმაში, რა ქვია, პარლამენტში დღეს მიზის. მე უფრო ვფიქრობ, რომ ეჭვი მაქვს, ამას ვერ დავადასტურებ, ეჭვი მაქვს, რომ ქართული ოცნება და ეს ევროპული საქართველო ითანამშრომლებენ და გაიყვანენ. ანუ ამ ყოველივეს ეჭვის საფუძველზე ამბობთ თქვენ? ამ ყოველივეს არა მარტო ეჭვის საფუძველზე ვამბობ, წინა საპარლამენტო არჩევნებში ზუსტად ესე მოიქცნენ, ამის დამსახურება დღეს უგულავა გარეთ რო ყავთ და ეს ბერსოლა პარაკოვს კიდე. ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი თამაშია, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ იცის თავისი ძალების შესახებ და თუ არ დაიხმარა ესენი, შეიძლება ძალიან გაუჭირდეს. თუ ესე მოხდა, რასაც მე ვიძახი თბილისში კახი გალაძის გამარჯვებას ალბათ იზეიმებს ქართული ოცნება, რამდენად იზეიმებს ამას საზოგადოება არ ვიცი, მაგრამ ქართული ოცნება ნამდვილად იზეიმებს. დიდი მოლოდინი არაფერი არ მაქვს, უფრო გაიმყარებენ თავის არსებობას ქვეყანაში, დაარტყამენ ძალიან ბევრ ინსტიტუტს, მათ შორის საპრეზიდენტის ინსტიტუტსაც და მეტად გაიმაგრებენ ფესოს და არაფერი მნიშვნელოვანი არ გახორციელდება და არ შეიძლება, იმიტომ რომ უნარიც არ აქვს, განათლებაც არ აქვს, ახალი გაუნათლებელი ხალხი მოვა, შეიძლება ერთმანეთი დაჭამონ დიდი, მაგრამ ესე ჩვენი ხალხზე მოხდება და გასაგებია და მოდივატ აუცილებლად მინდა ისევ და ისევ შევეხოთ საკითხს, ჩვენ ვიცით იმ მტკივნეული თემა, მაგალითად გასულ კვირას, როდესაც დაიწვა კიდევ ერთი სავაჭრო ობიექტი და ახლა გუშინ ფოთში სწორედ ამასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. ის საკითხი მაგალითად სავაჭრო ცენტრი საბა ბავშვთა სამყარო ელიავას ბაზრობა ბოლოს გამოძიება კი რეალურად იწყება, მაგრამ არ იდება საბოლოო შედეგი თუ რა იყო მიზეზი აი ამ ხანძრის. ფოთის ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დაზარალებულმა ვაჭრებთან შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ამ წუთებში ბათუმში, უკაცრავად ფოთში და ეს დაზარალებული ადამიანები მოითხოვენ ზარალის ანაზღაურებას 2000 კვადრატული მეტრი, რომელიც ამ დროისთვის სრულად განადგურებული გახლავთ და ამ ადამიანებს დაზღვეული არ ქონდათ საკუთარი ადგილები, სადაც ისინი საქმიანობდნენ. როგორია თქვენი შეფასება? საინტერესო არაერთხელ დამისვავს მე შეკითხვა, რატომღაც ისე გამოდის, რომ გახშირდა ეს სამწუხარო ფაქტები, სამწუხაროდ ეჭვი ნამდვილად არსებობს და ვის ან რატომ რაში უნდა აწყობდეს, ან ხომ შეიძლება ისიც დაუშვათ, რომ რატომ არის შემთხვევით მოხდა ყველაფერი. ერთი ესეთი კარგი ანდაზა არსებობს,
სახელის გატეხოს თავის გატეხვა გერჩინოს. აი სახელი რო გაქვს გატეხილი და ყველა ესეთ ფაქტს რო შენ გაბრალებენ, ეს უკვე უნდა მეტყველებდეს იმაზე, რომ ვერ ახარ შენ ქვეყანაში კაი მართველი და ვერ ახარ შენ დონეზე და არა გაქვს ხალხის სანდოობა შენი ნაკეთების საქმეების და შენი წარსულის გამო. ეხლა რომ გამობრძანდები იქ და შარვა კოსტუმით დამიდგები და კიდე ხელებს იშვერი დაზარალებულები ადამიანების მიმართ და ეჭხუბები და პირდები, მაგრამ არ უსულებ გამოძიება იწელება წლები იმ ხალხს თავიანთი ოჯახი ყავთ სარჩენი, ხო? დავიჯერო ეხლა ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს, ან თუ არსებობს, რატო არ იყენებენ ისეთი ფონდი, ვინც მსგავსი დაზარალებული ადამიანებს პირდაპირ არ უნდა ამას შენი ქვეყნის მოქალაქეა, კაცო. მე მოდი ჯერ დაეხმარე და მე გამოიწია, ვა. რატო არ აკეთე? რატო პირიქით, რატო აკეთე? ფაქტობრივად უკან მიდის ქვეყნის საქმე, ვინაიდან მაშინ როდესაც უამრავი ადამიანი გახლავთ დაუსაქმებელი და სამუშაო ადგილებზე ასე ყველა საუბრობს, რომ არ არის სამუშაო ადგილი, რომ დასაქმდეს ადამიანი, რა გამოდის? ადამიანმა, რომელმაც ძლიერთ-ძლივობით შეიქმნა საკუთარი სამუშაო ადგილი, მოულოდნელად იღვიძებდა და დამწვარი ხდება, ანუ გამოდის, რომ უფრო კრიზისულ ფონში გადავდივართ ჩვენ. მე წერან გითხარით, რომ რაღაც ბიზნესში ვიყავი ჩართული და ისევ გადმოვედი აი ისეთ სფეროში, გარკვეულწილად ეხა პოლიტიკას ეხება, ეხა საქართველოს თუ ცოტა პოლიტიკაში არ იმაშები, ესე იგი არ მიყვარს შენი ქვეყანა, იმიტომ რომ დღეს ისეთი გაჭირო რამოდენიმე შეპესესთან ხოდა ხელშეკრულება გაფორმებული, რომლებსაც მივაწოდე რაღაცა გარკვეული მასალები და დღემდე ფულს ვერ მივიწყავენ, იმიტომ რომ ბიუჯეტიდან ფული არ აქვს მიღებული. იქ ბიუჯეტში ეუნებიან ფული არ არის, იქ სადა 4 თვეზე მეტია რამოდენიმე შეპესე ელოდება ფულს და გზებს ვერ ამთავრებს, იმიტომ რომ ბიუჯეტიდან არ ურიცხავენ. მაგ თემას გავყვები, აი ქუთაისის გზა რო გახსნის. იმ ქუთაისის გზაზე სტატისტიკაც არსებობს და ყველა ვიცით ახლა ინფორმაციებიდან, რამოდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა, სანამ ამათ გზის მშენებლობა ქონდათ შეჩერებული, იმიტომ რომ მოდი ხარ გზაზე არის ორხრივი და უცებ ანუ ავტოსაგზაო შემთხვევებში. კი, ახალგაზრდა გოგოც დაიღუპა. ანუ არც ერთ სამუშაოს, არც ერთი პროექტი ბოლომდე არ აყავთ მიყვანილი და ეწირება ადამიანების სიცოცხლეს. რატომ ეს უკავშირდება თქვა უცოდინარობა უფრო ნაკლები ალბათობით, ეს უკავშირდება იმას, რომ უცოდინარობა ძალიან დიდი ალბათობით. ძალიან დიდი ალბათობით და სპეციალური უცოდინარობა. ეხლა რამოდენიმე სამინისტროში ვიყავი მისული. კანცელარიაში მინდოდა რაღაც საბუთის ჩაბარება. კანცელარიაში შვენიერი შესახედაობის წითელ პომადიანი გოგოები ყავით ხელში, მაგრამ არ იციან ხელი სად უნდა მოაწერონ, არ იციან ბეჭედი სად უნდა დაატყან, ნომერი რომ უნდა მომცენ, ისიც არ იციან და რომელ სამინისტროში ძიან, ისიც არ იციან, მე მგონი, აი არაფერი არ იციან და ქვემოთა ის რო არ აყავს შენ სპეციალისტი ზემოთ მით უმეტეს არავინ არაფრის სპეციალისტი ნაციონალურ მოძრაობას 9 წელი რო არ ემართა აი ესე ბინძურად ის ხელისუფლება ესენი ვერცეთი რომ იმ სკამზე დაიდომას ვერ ეგრისებოდნენ ყველამ კარგად ვიცით ხო ეხლა რა ხდება არავის არ აქვს გაცდა რომ მას ხელისუფლება დაეხმარება არავის არ აქვს ამის გაცდა ტოვებენ ბანკების პირისპირ ტოვებენ ის რა ქვია მომწოდებლების პირისპირ რა თქმა უნდა ხა იმას ვიღაცისგან ხო ის საქონელი და ტოვებენ პრობლემების წინაშე თავისი ქვეყნის მოქალაქეებს ტოვებენ პრობლემების წინაშე არის უამრავი სუიციდის მცდელობა ფოთშიც იყო ხო გადაიჭრა ვიღაცა ვენები ძალიან თვითდაზიანება მე ეხა ის გამოდიან და ისო რა ქვია ჯანდაცვა უფასო გაქვს თუ დამავაწყობე მე კიდე მიმკურნალე და კიდე ფული გადამახტევიე კიდე ნუ გადამახტევიე ჯანმრთელობა და ფული სანამ გაქვს მანამდე უნდა გაუსხილდე ეხა თუ დამავაწყობე შედალოცილიშვილო ან ავაწყობი მოქალაქე რადგინა ქვეყანას თუ აშენებ ხო მე აი ამ ხალხის პრობლემებს ვინ აგვარებს ან ორგანო თუ აქვს ან რაღაცა ის თუ აქვს რომ სადღაც დაიწვა დარჩა 5 კაცი დაზარალებული მოდი დავეხმაროთ მე გამოვიძოთ გასაგებია მაყურებელი გურეკავს კიდევ ერთი მოგესალმებით თქვენ სტილამშვიდობისა გამარჯობათ თქვენ სტუმართან ესეთი შეკითხვა რა ვიცი შეკითხვა არის სახელმწიფო დავალიანება მაქვს ასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროდან 9 ჯერ იმთავრობას მივწერე 5 ჯერ 4 ჯერ ამთავრობას მივწერე ყველანი მეუბნებიან ფული არ აგვაქვს თანაც კიდევ
თვითონ 100,000-ობით პრემიებს ღებულებენ და აგავაკეთო რა უკნა ხომ არ მეთქვით. სამწუხაროდ ვერაფერს ვერ გეტყვი. მე ერთი მეგობარი მყავს, რომელმაც მერიას რამოდენიმეჯერ მიწერა წერილი, ბოლოს მეგობრათაც კი მეწერა, მეგონი ნარბანიას წერილი, პასუხი არ მიუღია არანაირი პასუხებს არ ეძლებიან. ის კი კარგად პრემიები, ხელფასები იცოცხლე მოდიან წინასწარ იღებენ მთელი წლის პრემიას. მეთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ იქნებ წლის ბოლომდე საერთოდ ვერ მიაღწია და რატო მიგაქეს ჩემი ფული იმაში კაცო საფლავში და დაგვიტოვი აქეთ ხალხი შეერილი ხოცებით. ესე არ შეიძლება ვიღაცამ აიღოს ეს ხელისუფლება და აკონტროლოს თუ არა და ჩვენ ვაკონტროლებთ ეხლა რამდენი უარგისი ხელისუფლება შეგვიცვლია თაობები ვიზდებით და გვაქვს შეგნება და გვაქვს არავიზე ნაკლები პატრიოტები არა ვართ და არავიზე ნაკლებად არ გიყვარს ჩვენი ქვეყანა და ანუ გვიჭერთ ამ კისერში ხელს თორე ეხლა გამოსავალი ვარ დამრჩება მე მოვალ და კომბასა ჩაგატყამ და იმასაც კარგით ბატონო მე ასეთ შეკითხვას დაგისვამთ რას აკეთებს ამ დროისთვის ხელისუფლება? არაფერს ეს მხოლოდ ის მარტივში მე რატო ამბობთ რომ მე ხა ამ კითხვაზე შეიძლება თქვენ გასცეთ პასუხი რომ პრეზიდენტს ეჭვება კონსტიტუციას რეალურად საზოგადოებისთვის რას აკეთებს ჩვენ ვიცით რომ როგორ უჭირს საზოგადოებას ეუბნება რომ ჩვენ ვართ უნიათოებიო და ამას შეგნებულად კი არ ვამბობთო კი არ ვაკეთებთო თქვენ შეგნებულად კი არ გიჭირთო ქულებს ხო აკლებენ შეგნებულად ასევე ჩვენ ვიცით რომ როდესაც ელემენტარული მაგალითი ვიტყვი 8 მილიარდი იყო სააკაშვილის დროს აი ჩვენი ბიზნესმენები რო გაგწეწეს და მთელი ქვეყანა რო გაგწეწეს სააკაშვილმა 8 მილიარდიანი ბიუჯეტი შექმნა ამ ესენი მოვიდნენ და 10 მილიარდზე ავიდა ბიუჯეტი ვინმე რამე ვიგზენით 10 მილიარდი რო გვაქვს ბიუჯეტი იგზნეს ისე თვითონ პრემიებს იწერენ ხელფასები გაიზარდეთ შარშან თუ შარშანწინ იყო აი ყურებიდან არ ამოდის ზაქარია როა ეს ქუცნაშვილი ეჭდა მაჭავარიანს ეთერში რუსთავი ორზე და ეუბნება ესეთ რაღაცას ის პრემიებიო და ის დანამატებიო თქვენო ხელისუფლებაში რო ვიყავითო მაშინო დააგანონდეთ და ეხლა ჩვენო ვართო მსხვერპლი 30000 ჩაიდო კიბეს და მსხვერპლი ყოფილა იმის ნაციონალურ მოძრაობას მსხვერპლი ვიყავი მე და მსხვერპლი ვარ ჩვენ საზოგადოება შენ რა მსხვერპლი ხარ კორუმპირებული გაქცევებული ისა ხარ ჩინოვნიკი რომელიც ფულებს იპარავ იმიდან გზებიდან საგააკეთეს უკრაინული კომპანია 3 მილიონი რო ჩაურიცხე ყველა ადამიანზე გვაქვს ინფორმაცია ყოფილებზეც და ამჟამინდელზეც ალბათ ხო ამჟამინდელზეც იცოცხლე ბუჯად მიაქვთ მაგ ბუჯასაც კი ბუჯა მიგაქვთ იმიდან თუმცა ჩვენ გამოგვიცხადეთ რომ 2017 წლის ბიუჯეტი შემცირებულია და ამის ფონზე ძალიან ბევრი შეზღუდვებიც იყო ეხლა 10 მილიარდიც ლაპარაკობთ და იმ გარკვეულ ბუჯეტთან აი ქალბატონი ქეთი ენუქიძეს დაევალება ეხლა ჩვენთან ორგანიზაციაში აი ამ ქულებს ვაკლებენ სოციალურად დაუცველებს. ჩვენ ისიც ვიცით რომ ერთი სული, როდესაც იღებს სოციალურად დაუცველი 60 ლარს, ხშირ შემთხვევაში 30 ლარს იღებს, თუმცა არ ვიცით მოტივი რის საფუძველზე უკლებენ, რადგან ობიექტივში მუშაობს ამაზე გარკვეული ჯგუფი და დეტალურად იცის ამ სოციალურთან დაკავშირებით საკითხი. ქალბატონი ქეთიც გაერკვევა და ეხა ინფორმაციები მოგვია არავინ არ იცის არც ტოლვილებს რის საფუძველზე აძლევენ ქულას არის საფუძველზე უკლებენ სულ იმაში რა ქვია გამოქვაბულში იცხოვრო თუ არ უნდა არ დაგიწეს ეხა ისანში არის ერთი ქალბატონი რომელიც ეს ოთახი ალბათ ეხა იმისთვის ისა რა ქვია დარბაზია ამის ნახევარ ოთახში ცხოვრობს სადაც აქვს სადაც უდგას ლოგინი 30 წლის თუ 35 წლის გოგოა მეუღლე დაეღუპა ომში მონაწილე მეუღლე ყავდა და ეხა წესიერად ცხოვრობს და არ შეუძლია რაღაცა ოჯახს ცემს თავის ოჯახს პატევს და ცხოვრობს ფაქტურად ერთ იმაში ჯიხურში და სადღაც უპოვია გადაგდებული ჯაკუზი ვიღაცამ გადააგდო შეაწება მოიტანა დაიდგა იქა ერთ ჯიყურში მივიდა სოციალური და მოუხსნა სოციალური დახმარება ამას შარშან ისა რა ქვია რეზონანსში დაბეჭდა ჩვენ მეგობარმა და ჩემს ლაივებშიც არის გადაღებ თუ გინდა მე აი გაუსაძლეს პირობებში ვინც არიან აი ამ ქულებს არითი ანიჭებენ არითი უხსნიან ვერ გავიგე და თვითონ აი სქემა როგორია ეხა
რა თქმა უნდა, ბიუჯეტი ხო არის რაღაცა. აი ამ ბიუჯეტს ან ავიღოთ ვაშლი სიტყვაზე. ვაშს რამხელაზეც მოაკვიჩავ, რო დაგჩება, იმას უნაწილებენ მე და თვითონ თლიანად ჭამენ და აი შიგნით რაც რჩება ქერქი, იმას გვაძლევენ ჩვენ. და იმიტომ ამდენი სოციალურად დაუცველი, თორე სასაცილო კი არ არის, სატირელია ჩემოშორენა, აღარ შემიძლია, აი გავგიჟდი, სერიოზულად ვიძახი, წასვლა მინდოდა ქვეყნისგან, ვაგროვებდი ფულს რა. ეხა იაფია ქვეყნიდან წასვლა, გაქცევა არის მიდი, ოღონდ შეგაიხეცი და არ გიყურებს არავინ. სხვათა შორის ემიგრანტების ფულს ესენი ჭამენ. უწყობს ხო ხელს ამ ყოველ ქვეყანას დღეს თუ სული უდგას ემიგრანტებით, ამ გასაცოდავებული ხალხით უდგას ქვეყანას სული და იმასაც სულსაც მალე ამოგვაძრობენ, ისე დღეში არის ქვეყანა ემიგრანტი მწეს ყოველდღე მინდა ერთი სასიხარულო ინფორმაციაც როგორც ორგანიზაციის სახელით გავაკეთო. ძალიან მალე ისა რა ქვია უკვე რამოდენიმე დღეში ჩვენ გვექნება ჩვენი საიტი და სადაც შეგიძლიათ ელექტრონულად დარეგისტრირდეთ და ერთად ვებრძოლოთ აი ამ მსგავსებებს. შეაჩერეთ კორუფცია. მე სამჩენია გისურვებთ წარმატება, რაც უფრო მეტი კორუფცია იქნება აღმოფხვრილი და საზოგადოებისთვის ცნობილი. ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებისთვის გარკვეულწილად იქნება უდიდესი შვება. ამიტომ კიდევ ერთხელ